Gambai. შევსავით თქვა. აუ რა მაგარია. და მაგისტვის აი ეს შენ. შენი ნახატებისთვის. კაი. მოიხმარებ შეტევაში შენი ოჯახისთვის. შედაგერენ გზავრო. Trends. გადავეხადოს. გადახილიო. Konnichiwa minasan, Teri channelのTeriです。いつも動画を見てくれてありがとう。今日はですね、エカのためにとんかつを作ります。明日はエカが田舎に帰るので、今日は私たちといるの最後の日です。ジョージアで首都のトゥビリシ以外には日本食のレストランはほとんどないので、She has last chance to eat Japanese food now. だから、I will try to cook very delicious とんかつ for her. では、始まりますね。じゃあ今から肉をボコボコしていきますね。はい、終わりました。小麦粉をかけますね。そしてこうやってもかけますね。これも終わりました。じゃあ今からとんかつを入れるソース作りますね。小麦粉、卵、オイル、じゃあまず温度見てみようね。これは1つ、これは2つ、そしてまずは2つにしますね。皆さん3つが入らないから。前は皆さん私メガトンカツ作ってたけど失敗したのでそして今回も失敗しないように気をつけます。今からフリップしましょう。綺麗な色で焼けてますね。とんかつを焼いている間に私はちょっとキャベツ切りますね。皆さんこれを焼けました。今から取りますね。そして今からもう一つ入れますね。とんかつできました。今から切りますね。聞いて皆さん。とてもサクサクそうだね。中はこんな感じです。失敗じゃなかったので嬉しい。次のとんかつ。ひなた何したいの？なんかとんかつ食べたい。はい、とんかつ食べようよ、一緒にね。3つのとても美味しそうなとんかつが出来上がり。გამიმზადდაとんかつをგამამზადებ და დღესაც როგორც წინაზე გვექნება სპეციალური საჩუქარი. ეს არის ჩვენი ასახისლუდები. ჩვენ რო იაპონიაში ვიყავით, საჭმელები ბევრი ჭამე, მაგრამ რაც ყველაზე მეტად გიყვარდა, ლუდი ვერ დალიე. ასე რომ აქ როცა გაგიმზადებთ ხოლმე საჭმელს, ყოველთვის მოგართმევთ ლუდს. ლუდი ყველაზე განსაკუთრებული. როგორც იქნა მყავს ვიღაცა ვისთანაც ნამდვილ კამპაის მეტყვი შენ ვიდეოებში. იტადაკიმასუ. ჰინატა ურეშიკა მამა ნო ტონკაცუ. ურეში. ჰინატა ვატაში ნო რიორი თაბერეტა ურეშივა. ამ სალატს ნახე აგერ რომ აქ იქ ხო ჩვენ ვაშლის იმას ვასხავდით ხოლმე და ეგეთი არა მაქვს, მაგრამ აქ არის სეზამის ის არის ზეთი. შეგიძლიათ ვასხათ და ეს კიდე ლიმნის წვენიანი და რა გემორომიც. ისე მაინტერესებს. მე ორივეს ვიზავ და გამომივასო. აჰა. რა მარტო ისა ხო? მაინც ის ჯობია რომ რაღაც. აბა დედა ახლა მე ჩუჭა. კარგი? მე დაგდაპე. ისა? ის ხომ ჯამოთ ჩემო პატარა?
რაც საქართველოს ჩამოვედით, სალათით არ დამიწყე ჭამა, ძალიან დიდი ხანია. არც მე. ულჯი. ერი ზუსტად ისეთია. მართლა. ახლა მართლა მგონია რომ იაპონიაში ვარ და ისე პირველად ვჭამ თითქოს. აი მართლა ეგრე, იმიტომ რომ მეც იაპონურ საჭმელს რო ვჭამ, განსაკუთრებით რაც მინატრება იმას. რაღაცა მახსოვს. აი როგორი ხრამუნა გარიდან, შიგნით როგორი რბილი. ამ ტემპერატურას როგორ აკონტროლებ? მე მგონი შენ რესტორანი უნდა გაქცი. აი მე დედანანანო არ ვაკლებდე მაგის ფრას და ოპა Hinata wanda ka meccha oishishou ni tabete iru wa. Ureshii. Kanpai. Hinata mo yatteru kawaii. Kanpai. Shinsamit tko. აუ რა მაგარია. ვაიმე, ძლებს ისე გამაციე და ისე გავხსენე როგორც შეწევი. Asai surprise. Dawai. Chekospoina. Როგორ მიხვდა რომ ამ დროს გაეკვა? Hinata wa obasani da kara ne. იოზას ვიცოდი რომ გააკეთებდი, მაგრამ ტოლკაცუსაც არ ვერმოდი. ხარი დრას ჭამეთ, ყველაფერს ვაკეთებთ ხო? ნელ-ნელა ეს გაკეთებს. უცებ ამდენი ბედნიერი. მამა დაკორო? ახლა მამა შეუჭამ ტონკაცუს. მიდიდე. მამა ნუ ტონკაცუს არის ხო? საბეთე? მამა ნუ ტონკაცუა დო? ოიში? ზუსტად მახსენებს რომელი ტონკაცუს გემოსიცი? მოლში რო ვიყავით ერთ-ერთი მაშე. აი იმდენი ვჭამეთ, მე იქიდან დიდი მოლი რო იყო ხო? კი, მახსოვს. აღარც საყიდლების თავი მქონდა ის საისა საბოდატე. საბოტე. შენ ტონკაც მოეწონა. ვიქტორ რაწული არ გაგდა. ცოტა ყელი გამიშრა ეკა. კამბაი. ეცი კილომეტრი. მართლა? მე კიდე ნახევრამდე იმიტომ დავლიე რომ კი აღარ არის დავიე. ექვსი დღეს ბოლომდე ვაგრძელე. ერი რო იცოდე რა გემრიერია. აი მაგრად მიდის. ზაფხულის სიცხესას ერთიანად გაბოდევნის და ესე გადუნებს მე და არ მესმის იმ ადამიანების ვისაც ლუდი არ არის. არც მე არ მესმის მითაკითხა. მე არ მიყვარს ხო ვერ ვიტყვი, მაგრამ დავლე, უბრალოდ ეს არის მაინც ინატას რო ძუძუს ვაზრებ. ყველაფერს უხდება შემწვარი მოხალისული, უხრაკული. იაპონიაში ტონკაცუსთან ერთად ძალიან ბევრი სვას ხოლმე ლუდს. და ვინც ლუდს ატარს ტონკაცუს ბრინს არ ატანენ ხოლმე. მე ვიცოდი და მოდიდე. მიდიდე. აჰა, დაისადი. ამაში ამოაწე თუ გინდა. უკუპირება გაუკეთა ჩემს თებში. არა, კი, მანდარ. ჩემი კუჭი აგუპირა. როგორი მამა? ესეთი აი. ვა. გაკეთება. როგორ ჩემთან? Mama. ჰაი. მე ინდოეთ გადავერთე ჭამაში ლაპარაკიც დამოწდა. მე მახსოვს თან რაღაცნაირად თან უკვე მაშინ კამშის პერიოდი იყო. დისნეილენდი და რომ მოდიოდი თან რო წვიმდა და თან რო თოვლი იყო, ცოტა თოვლი რო ერეოდა და რომ მივდიოდი საფში ეგ მომენტი რაღაცნაირად ისე მოჩამახსოვრებული. ნუ ყველა, მაგრამ რაღაც მომენტებს ხო აქვს. ბოლო დღეები და პირველ დღე ყოველს დასანახსოვრებელია ზოგადად ხო? ნუ ყველა დღე ძალიან განსაკუთრებულად მახსოვს, მაგრამ ეკა ყოველთვის ამოხსო. მე რომ ჩამოვედი, ახლა უფრო დავაფასე. იმიტომ იქ რო ვიყავიო, სიზმარი მეგონა და ვერ ვიაზრებდიო. მართლა რთული იყო. მესმის. აღქმანდა, ანუ აღქმისთვის ისეთი განსხვავებული რაღაცა იყო. თან ასე უცებ რო ხდები ამ სიშორეს, ამ ხელა ქვეყანაში და ამდენი შესაძლებლობა გაქვს რომ რამდენი ამ რაღაცები გააკეთო და ნახო, რა ვიცი, ალბათ შოკი გაქვს რაღაცნაირი კულტურული ეს ის ყველაფერი ერთად და
თანამდენი ბედნიერებას. ანუ იცი რა არის, მეც ძალიან მესმის, იმიტომ რომ ჩვენც გამოვცადეთ პირველად წასვლა და ზუსტად იგივე გქონდა შეგრძნება და ამიტომ 100% გვესმის, რასაც ლაპარაკობ ახლა მაგას. აუ იცი რა მაინტერესებს, მართლა გულით მაინტერესებს. აი რამე ისეთი არის შენთვის, აი რაც გახსოვს იაპონიაში, რომ აი მეხმართვის რა უცნაურია. აი რაც საქართველოში არ არის. მე ყველაფერზე ისე ვიყავი, რომ ეს რა ანუ ეს როგორია, ეს როგორია. ყველა ადგილს ქონდა თავისი რაღაცნაირი ესთეტიკა, რაღაცნაირი ხედვა ქონდათ, რომ ისეთი შექმნილი არის, მაგალითად ჰაკონიაში რა ვიყავით, თქვენ რომ მითხარით მაშინ პირველად, რომ ეს მარკეტის წარწერის ფერები სპეციალურად მაგისთვის იყო შექმნილი, რომ ანუ ფერები ერთმანეთში არ აღრეულიყო, ეს იყო ჩემთვის აი ერთ-ერთი დასამახსოვრებელი, იმიტომ რომ მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა ქონდა ჩემთვის იმის მხრივ, რომ თუ რაღაცას ხელს შეუწყობ, აი უფრო მეტად ლამაზი გამოდის. რა ვიცი, გამაი. კი არ დამაცდიან ახლა სანამ არის კამპაიებელი. ჩვენს ქვეყანაში იმდენი რამე გვაქვს, უბრალოდ ყურადღება უნდა მიექცეს და ზუსტად ისე უნდა დაფასდეს, როგორც აი თუნდაც ის მარკეტის ფერები იყო. კი. მე მაგ ორი სამშობლო რა, იაპონია და საქართველო. ეს არის ორი სახლი. შემიძლია მეც ეგრე ვთქვა, რომ მეთქი მე იაპონიაშიც მაქსახალი. იმიტომ რომ რაღაცნაირად აღვქონდი იქ პერიოდში თქვენ საყოფნის დროს, რა ვიცი, სადაც არ უნდა ვიყოს, სახლად მიმაჩნია და მithumetes. ნუ ყველა ასეთი მასა კამპაიეგრებენ ვარ ხერში მომარჯვებული. მაირჯამენ. Tangeda. მაგალითად ეხლა იაპონიაში რო წავიდით, შენ ყველაფერს ხო იქ შეავლე თვალი რა როგორ იყო და საქართველოში რო ჩამოხვედი, რას დაუწყე სხვა თვალით ყურება. ეგეთი სიტუაცია ბევრი იყო, იმიტომ რომ ზოგადად ცხოვრების სტილია იმდენად განსხვავებული, რომ მე უკვე ძალიან ბევრი დეტალში ხედავ განსხვავებას. აქ ჩამოსვლის პირველივე დღიდან, აი გამოვედი თუ არა აეროპორტიდან, უკვე სულ სხვა შეგრძნება იყო, სულ სხვა რაღაცა მენატრებოდა, სულ სხვა რაღაცა წარმომედგინა და ძალიან დიდ განსხვავებას ხედავ და ძალიან რაღაც მსგავსებასაც თან. რა ვიცი. ყველაზე დიდი მსგავსება საქართველოს და თან ეხა იმერლები ვართ ჩვენ და იაპონიაში შორის იცით რა არის? სტუმართ მოყარეობა. ვიცით მაგას მეტყობი. ყველაზე მეტად რასაც აი ვერ წარმოვიდგენდი, იყო ის რომ აი ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი მართლა იმას, თუ ამდენ ადამიანს შეეძლო შეის სიყვარული, ანუ სულმედ უცხოს. ანუ როგორ შეიძლება სიყვარული ასე გადათარგმნე. ხო, ანუ როგორ შეიძლება ამ სიყვარული დაიმსახურო, აი რო შემიძლოს რომ ყველა სათითაოდ ნახო ყველა ადამიანი, ვისაც ჩემი ბედნიერება უხარო და მართლა აი დიდ მადლობას ვეუბნები. არიგატო. ისე მაგას ის არის რა ქვია, რომ თარგმნი ხოლმე ვერ იგებენ. ჩვენი სხვანაირი თქმა გვაქვს მაგის და მაგას სანამ ავხსნი ხოლმე ვერ წაიკითხავენ ფიზიკურად. მე ძალიან შემოწმეს ის რაღაც გახსენება ჩვენი იაპონიაში ყოფნის იქ თან საჭმელი, იქ თან ლუდი და კაია. ხო, შემდეგზე ალბათ შენთან ანუ ჩელენჯი გააკეთეთ იაპონიაში, რაც კი ზაკაი არსებობს ყველა წადით. ებუნა მეთქო ზუსტად. აი ესე რომ მოდივართ გადაკიდებული. მაშინ მახსოვს იზაკაიაში რომ ვიყავით მადროფი რომ მეთქი აქ თუ ჩავალ პირველი აქ მოდივარ. რათა შორის იზაკაიაში ალბათ ატმოსფერო დავაძრო ისე მე და ეკაც ისე ვიყავით. ზოგადად ატმოსფეროს მართლა დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ხა ისეთ ადამიანებში რო ხარ, რომელსაც შეუძლია გაგაცინოს და გაგამხიარულოს და თამით მეტად ბავშვობა თუ გაქვს გამოლილი, მე რა თქმა უნდა. ხო, იხსენები ეს გადასვით რეწება ხო ხარ ვიტირებ მე მართლა ეკითხა. გოჩი სამადეშდა. 皆さん、今日は映画が村に帰るので、ちょっとだけお土産持ってきましたので、映画に今から渡しますね。イヤポディのチョモギタネ、シェニザリアンサクワレリ、IS、カップヌードルセビ、皆さん。これが映画が一番大好きだったよ。カレー、そしてこれチリトマトです。エセに、イクロチャホア、シェネタス、ちょっとガーシジャホ、これ3軒コパツマラ、ラガツハロイグルゾンにまとまってます。ხო, ცდილობთ გავასინჯოთ ფოტოურად. კიდევ ერთი ეკას, რადგანაც შენ იქ ნახატებს ამზადებდი, შენ ხო კიდევ და საკუთარი გქონდა და კორევა ეკაგა ეკაიტანო კიჰორდაですね. აი, მირანა მაზია. ეს ესეთი შენი ხო? ყველაზე პატარა და პირველი ნახატია ეს. ძალიან მიყვარს.
და მოიცადე კიდე ერთი არის მოკლედ შემდეგი არის რომ შეხობე მაგაცდა ხატე რაღაცები და მეორე ჯერაც ხო გავაკეთეთ და ის ნახატები მოკლედ ბევრი გაიყიდა და მაგისტვის აი ეს შენი ნახატებისთვის გაინა იროსმანი ну свали ай და მოიხმარე ფოტოშოპში შენი ოჯახისთვის საძა ტიპიკა Minasan, I said it also before too, that when we created like a shirts and everything with Eka's pictures, I would give everything to Eka, every income. So I gave that to Eka. Why very? I tried to support my grandfather. please. ではということで今日はエカが家に帰りますので今日のビデオはここまでです。最後まで見てくれてありがとう。次のビデオでお会いしましょう。またね。ხილად მიგზავნე მოკლედ სახლში და ჩაიხუტე და ჩაკოსდე ჩვენგან ყველა. ინა და ეკარი ადლობის მეტი რამე თვლის. შდობიანი მგზავრობ. Trends. გადავეხადოს. გადახილიო. შენი გადახილი. ხინატა. Bye bye. Abahet. Კარგად. ჩამოვედი უკვე სოფელში და ბარბარეს ვიდეო გავასინჯო ნუდლსები, რომელიც ტერი მაჩუქა. და ძალიან მაინტერესებს მოგეწოდება თუ არა. მე დრო არ გამეკარგა გავამზადეთ უკვე და მე მონონოკის შხირებით შევჭამ. საფუძვლად მეორე შხირები არ გვაქვს, თორე ვასწავლიდი. შეგიძლია გახსნა და მოურიო, აბა მიდი, მაინტერესებს ერთი სულბა გმეროდი შევჭამ. აი მე როგორ მენატრებოდა? იმდენია? და მაგას ჭამდი ალბათ მეგონი ყოველგამე. შეგიძლია ესეც გაშინჯო თუ გაინტერესებს, ეს უფრო არ არის მწარე. თუ კაია. აბა ეს იმდენი თურსები. ამას უფრო სხვანაირი გემოაქვს. მე ძალიან მიყვარს და კიდევ კონტექსტი. თუ კაია. რომელი გირჩევნია შენ? ახლა რომელი უფრო გირჩევნია ეს თუ ის? ორივე ძალიან გეგმილია, არჩევას ვერ აკეთებ. რატო სიმწარის მიხედვით ის უფრო შობია თუ ეს უფრო მწარია და ეს შეიძლება. ხო, მაგრამ მწარე გიყვარს თუ ეს უფრო მოგეწონა, მე უფრო მწარე მიყვარს. ძალიან კარგი. ძალიან მაინტერესებდა როგორი რეაქცია ექნებოდა, მე ახლა გავაგრძელებ ჭამას. კარგად.